შეერთებული შტატებიდან გამოყრილი LGBT სტანდარტები ახალ ნავსაყუდელს ეძებენ. ამ სტანდარტების უკან უზარმაზარი ფინანსური რესურსი დგას და ბუნებრივია მის გასახარჯად ახალი სივრცეებია საჭირო. ტრამპი კი დაერია ამ გარყვნილებას, მაგრამ LGBT ორგანიზაციები და მათი მფარველი ამერიკის ოლიგარქიული ოჯახები თავისი ტრანსგენდერული სამედიცინო კლინიკებით და უსქესო საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნებით არსად გამქრალან. ისინი ძველებურად ისევ ცდილობენ ფსევდოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას და თუ დღეს ეს არ გამოდის ამერიკაში, შეეცდებიან თავისი გეგმები განახორციელონ ევროპაში. თუ ევროპაშიც გაჭირდა მომძლავრებული კონსერვატიზმის გამო, არსებობს უკიდეგანო აზია, სადაც 2025 წლამდე მხოლოდ ორი ქვეყანა, ტაივანი და ნეპალი იყო, სადაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებია დაკანონებული. ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე კონსპირაციული კავშირი, ალბათ უფრო მრავლის მთქმელი დამთხევაა, მაგრამ როგორც კი ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე LGBT გარყვნილებასთან ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა, მეორე დღესვე ტაილანდში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონი ამოქმედა. რაც ტაილანდელმა გეებმა და ლესბოსელებმა დიდი ზარზეიმით ერთდროულად ასობით ქორწილით აღნიშნეს ბანგკოკში. ტაილანდელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ LGBT ღირებულებების მიმართ ერთგვარი ტოლერანტობით. მათ არასდროს მიაჩნდათ ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა და ტრანსგენდერიზმი გარყვნილი ცხოვრების წესად. ასეთი წინაპირობების გათვალისწინებით გასაკვირი ისაა გარყვნილი სტანდარტების დაკანონება ტაილანდში აქამდე რომ არ მოხერხდა. აღმოსავლეთის გაგება ცოტა რთულია, როგორც იტყვიან ძალიან ფაქიზი თემაა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ლიბერალი ტაილანდელების უმრავლესობა პოლიტიკური მსოფლმხედველობით მონარქისტები და კონსერვატორები არიან. და როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქიზის ზღვარის გადალახვაში დაეხმარნენ ტაილანდელებს ის ფსევდოლიბერალიზმის გამავრცელებელი კორპორაციები, რომლებიც გარყვნილების გასამრავლებლად ახალ ტერიტორიებს ეძებენ. ახალი ლოკაციების ათვისება, უსაფრთხო გარემო, სამართლებრივ, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში თავის დამკვიდრება, უსქესო საზოგადოების ჩამოყალიბება, ჯანსაღი კაცობრიობის მსგავსი ლეგიტიმური უფლებები. სწორედ ეს მიზნები ამოძრავებთ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებსა და მათ ლობისტებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ფრთები გაშალონ და ცისარტყელა სფერებში შეფუთულ გარყვნილებას მსოფლიოში გზა გაუხსნან. LGBT ჯგუფების საქმიანობა საკუთარი მიზნების სასარგებლოდ მიმართულია საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაზე, კანონმდებლობის შეცვლაზე და სოციალური ტოლერანტობის დამკვიდრებაზე. ისინი იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს, რათა დაამტკიცონ, რომ ამ სამყაროში LGBT ადამიანები არიან სრულფასოვანი წევრები, რომლებიც იმსახურებენ ფერად უფლებებს, პატივისცემას და შესაძლებლობას იცხოვრონ ისე, როგორც მოესურვებათ და კაცობრიობას თავს მოახვიონ ის შემზარავი და გარყვნილი ცხოვრების სტილი, როგორც თავად აწარმოებენ. თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც კონსერვატიზმი ყვავის და სადაც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება ჭარბობს, ამ გაუკუღმართებული ცხოვრების დამკვიდრება LGBT პროპაგანდისტებისთვის რა თქმა უნდა სირთულეს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა, გარყვნილების გამავრცელებლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული პოლიტიკა და განცხადებები LGBT თემის წარმომადგენლებისთვის შფოთვისა და გაურკვევლობის მიზეზი გახდა, რაც გამოიხატა ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით ემიგრაციის შესახებ. ისინი ბუნებრივია ძველებურად ისევ ცდილობენ ფსევდოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას და თუ ეს დღეს ამერიკაში სირთულეს წარმოადგენს, შეეცდებიან თავისი გეგმები ევროპასა და აზიაში განახორციელონ. სწორედ აზია გახლავთ ის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც LGBT პროპაგანდისტები ინაცვლებენ. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, LGBT წყვილების თავშესაფრად ტაილანდი იქცა. ტაილანდი, რომელმაც ტაივანისა და ნეპალის შემდეგ სექსუალურ უმცირესობებს და მათი უფლებების გაბატონებას ქვეყანაში ფრთები შეასხა. LGBT თემის წევრებისა და აქტივისტების გარყვნილი პროპაგანდისტული დღის წესრიგის გატარების შემდეგ, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოო ჯამში ტაილანდმა სექსუალური უმცირესობების სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო და ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დააკანონა. LGBT მეგობრულ ქვეყანად წოდებული ტაილანდის ქუჩები უზნეო პროპაგანდისტებით გადაივსო. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების ლეგალიზების პირველი დღის საპატივსაცემოდ ბანგკოკში უამრავი გეი და ლესბოსელი წყვილი შეიკრიბა, რათა ამ დღის აღსანიშნად ფსევდოლიბერალური გარყვნილების ზეობა მოეწყოთ და გეი ქორწინება ოფიციალურად გაეფორმებინათ.
ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების პირველი დღის საპატივსაცემოდ ბანგკოკში უამრავი გეი და ლესბოსელი წყვილი შეიკრიბა, რათა ამ დღის აღსანიშნად ფსევდოლიბერალური გარყვნილების ზეობა მოეწყოთ და გეი ქორწინება ოფიციალურად გაეფორმებინათ. არაგონის სავაჭრო ცენტრში ქორწინებისთვის მინიმუმ 200 წყვილი დარეგისტრირდა. ამ ინიციატივას ორგანიზება ბანგკოკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბანგკოკ პრაიდის ჯგუფმა გაუკეთა. ქვეყნის კანონმდებლობა შეიცვალა და ამიერიდან ტაილანდში ქორწინებად მიიჩნევა არა მამაკაცისა და ქალის კავშირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ორი ინდივიდის კავშირი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ტაილანდის პარლამენტის მიერ მიღებული და მეფის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობის თანახმად, ერთნაირსქესიან წყვილებს შეუძლიათ თავიანთი ქორწინება იურიდიული, ფინანსური ჯანმრთელობის, შვილად აყვანისა და მემკვიდრეობის სრული უფლებებით დაარეგისტრირონ. 2025 წლის 23 იანვარს ტაილანდში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს თანასწორობის დასაწყის ტაილანდში და ეს გადაწყვეტილება ასევე შთააგონებს ხალხს, რათა მიხვდნენ და დაინახონ, რომ ჩვენი სიყვარული ნორმალურია. რასაც ახლა ვგრძნობ, არის სიახლოვე ადამიანებსა და ოჯახებს შორის. ჩვენ გვჭირდება უფრო და უფრო მეტი მიმღებლობა საზოგადოების მხრიდან, იმ საზოგადოებისგან, რომელსაც გარკვეული სტერეოტიპული აზროვნება აქვს. მიეცით მათ ცოტა დრო და მე მჯერა, რომ ისინიც შეიცლიან აზრს. ტაილანდი დიდი ხანია განიხილება როგორც LGBT თემის თავშესაფარი რეგიონში, სადაც ამგვარი დამოკიდებულებები იშვიათია. ტაილანდელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ LGBT ღირებულებების მიმართ ერთგვარი ტოლერანტობით. თუმცა ამ პროპაგანდისტებისთვის ტაილანდში დაკანონებული გარყვნილი სტანდარტები, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა. LGBT საზოგადოებაში იმის მოლოდინიც კი გაჩნდა, რომ ტაილანდის მსგავსმა ნაბიჯებმა შესაძლოა ინსპირაცია მისცეს სხვა ქვეყნებსაც, რათა მათაც გადადგან მსგავსი ნაბიჯები LGBT პროპაგანდისტული დღის წესრიგის მხარდაჭერის გზაზე. ჩვენი გზავნილია, რაც არ უნდა მოხდეს, რა დაბრკოლებებიც არ უნდა შეგხვდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა მთელ მსოფლიოში, რათა წინ წავწიოთ ეს გენდერული სამართლიანობა და გენდერული თანასწორობა. ამ გზაზე ჩვენი ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებობენ ქვეყნები, რომლებიც LGBT უფლებების კუთხით უკან იხევენ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნები აზიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, თუმცა რა სტრატეგიაც არ უნდა ავირჩიოთ. ამ ბრძოლის გზაზე ერთად უნდა ვიდგეთ, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ტაილანდში LGBT პირების მიმართ მზარდი მიმღებლობა არა მხოლოდ კულტურული და რელიგიური ფაქტორების, არამედ პოლიტიკური პროცესების შედეგიც არის. 2019 წლის არჩევნებში, რომლის შედეგადაც ტაილანდის სამოქალაქო მმართველობას დაუბრუნდა, გამოჩნდა ახალი, ახალგაზრდული და რეფორმისტული პარტია, რომელიც სრულად უჭერდა მხარს თანაბარ ქორწინებას. პარტიამ მოულოდნელად წარმატებას მიაღწია და პარლამენტში მესამე ყველაზე დიდი მანდატი მოიპოვა, რამაც ტაილანდში LGBT პირების გარყვნილი პროპაგანდისტული დღის წესრიგის გატარებას გზა გაუხსნა. ქვეყანაში ახალი პარლამენტის და სამოქალაქო მმართველობის პირობებში თანასწორობის იდეამ და ლიბერალური დღის წესრიგის დამკვიდრებამ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც 2025 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების საბოლოო ლეგალიზაციით დასრულდა. ქორწინების თანასწორობის შესახებ ამ კანონის მიღება ნიშნავს ტაილანდის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გენდერული მრავალფეროვნების კუთხით და დადასტურებას იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და ღირსება, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა. ქვეყანა, სადაც პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და რელიგიური ფაქტორები ხელს უწყობს იმას, რომ LGBT გარყვნილებას გზა გაუხსნას და მათი გაუკუღმართებული კავშირი ნორმად ცნოს, ბუნებრივია, რომ ამ ჭაობიდან დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ამოვა. გარყვნილების საყოველთაო პროპაგანდისტებმა ადამიანების ცნობიერება ისე მოწამლეს, რომ ბევრს მხოლოდ ორი სქესის პირობებში ცხოვრება უკვე შეუძლებლად მიაჩნია. ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ჰომოსექსუალებმა და ტრანსგენდერებმა, მათთან ერთად კი LGBT ლობისტებმა ისე აწეწეს ტაილანდელების ცხოვრება, რომ ნორმალურ ჯანმრთელ ცხოვრების წესზე დაბრუნება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ბუნებრივია ჩდება კითხვა, რატომ არ ხდება იგივე კორეაში, იაპონიაში და ჩინეთში.
რატომ და ისევ, იმიტომ რომ აღმოსავლეთის ასე მარტივად გაგება შეუძლებელია. საზოგადოება აქ იმდენად მრავალფეროვანი და თავისებურია, რომ ის რაც ორჯერ ორია დასავლეთში, სულ სხვა რამეს ნიშნავს აღმოსავლეთში. ტაილანდი ერთგვარი გამონაკლისია აზიაში. მაგალითად, ფილიპინებზე ძალიან დიდი გავლენები აქვს რომის კათოლიკურ ეკლესიას და რადგან ვატიკანისგან ფილიპინები ძალიან შორსაა, ადგილობრივი კათოლიკეები ახერხებენ LGBT გარყვნილებას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. კომუნისტურ ჩინეთში გასაგებია, რომ ყველაფერს კომუნისტური პარტია წყვეტს და არა ბუდა. სანამ პარტია არ დაუჭერს მხარს LGBT ქორწინებას, რისი ნიშანწყალიც არ არსებობს, ეს არ მოხდება. სამხრეთ კორეაში მთელი მართველი ელიტა მორწმუნე ქრისტიანები არიან. იაპონელები კი ყველაზე კონსერვატიულად განწყობილი ერია, სადაც ქვეყნის ელიტას პატივცემული ასაკოვანი ადამიანები წარმოადგენენ. ისინი კარნახობენ იაპონურ საზოგადოებას ცხოვრების წესს. მათ კი შესანიშნავად იციან, რა უბედურებას უქადის გარყვნილი ცხოვრების წესი მათი ქვეყნის მომავალს. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. LGBT გარყვნილების დასამკვიდრებლად ახალ-ახალი ტერიტორიების ძებნაში დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში შემოპარვასაც კიდევ არაერთხელ შეეცდებიან. ასე რომ ნურავინ ჩათვლის, რომ ყველაფერი დასრულებულია და მშვიდად ყოფნის უფლება გვაქვს. უამრავი ბრძოლა ნამდვილად მოვიგეთ, მაგრამ ომი ამ საყოველთაო გარყვნილებასთან კაცობრიობის ჯანმრთელ უმრავლესობას კიდევ წინ გვაქვს. დროებით.